შევხვდეთ 7 ჩასახლებაში განსახლებულ დევნილებს. ეს არის დაახლოებით 240 ოჯახი და გვინდა ყველა საახალწლო, ჯერ მიულოცოთ შობა ახალი წელი და საახალწლო ნობათი მცირედი მივართვათ. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, ჩვენ ამ აქციას ვატარებთ უკვე თითქმის 2 წელიწადია და უკვე გადაწყვეტილება მიღებულია, რომ მომდევნო წელსაც ეს გაგრძელდეს. ყველამ უკვე დაწერა განცხადება, ასე რომ ეს ჩვენი ხელფასებიდან ამ ფონდში ირიცხება გარკვეული თანხა, რომელსაც ჩვენ ამ ჩვენს დევნილებს მოვახმართ. გაიზრდება სოციალური სოლიდარობის ფონდში თანხების ოდენობა და ალბათ როგორც ეს დღემდე იყო, ერთი ადამიანი არ დაგვიტოვებია, ვინც მოგმართა. ეს არ არის ის, რა თქმა უნდა, რომელსაც შეუძლია გადაწყვიტოს მათთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის პრობლემები, მაგრამ ყველა შემთხვევაში ამით იმის თქმა გვინდა ჩვენ უმაღლეს საბჭოს წევრებს და ჩვენ თანამშრომლებს, რომ დევნილები არ არიან მივიწყებული. დევნილთა დიდი უმრავლესობა მაინც ძიმე მდგომარეობაშია. იქ სადაც კომპაქტურად არიან ჩასახლებული. ეს არის ის, რაც ჩვენ გვაძლევს მოტივაციას, რომ ვიყოთ უფრო მეტად თქვათ დარაზმული იქითკენ, რომ გავაგრძელოთ ეს პროექტი და ვფიქრობ, რომ ეს ქველმოქმედება მოიმატებს, ეს სოლიდარობის ფონდი უფრო გაძლიერდება, უფრო მეტი შემოწირულობა იქნება. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ინიციატივით დღეს ჩვენს საკურატორო რეგიონში კერძოდ ქალაქ ქუთაისში საქველმოქმედო აქცია გაიმართა. 70 დევნილ ოჯახს 3 კომპაქტურ ჩასახლებაში გადაეცა საახალწლოდ სასაჩუქრე ნობათი. ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი აზრით, განსაკუთრებით ამ პანდემიის პირობებში საახალწლოდ დევნილ საზოგადოებას ნამდვილად სჭირდება ასეთი ტიპის მხარდაჭერა.